მოგესალმებით მეგობრებო სულ ყველას. დღეს ჩვენ გვექნება დღის მუხლი. დღევანდელი მუხლი არის ერთ-ერთი ყველაზე ნუგეშის მცემელი იესოს სიტყვებიდან, სამყარო სავსეა დაძაბულობით, შიშით და მოუსვენრობით, მაგრამ იესო გვპირდება იმ მშვიდობას, რომელიც ყველაფერს აღემატება. მაშასადამე დავიწყოთ. კარგით, ეხლა მე წაგიკითხავთ ამ მუხლს და მე შევეცდები ამის განმარტვას და ახსნას. ესე იგი, მუხლი იოანე 14:27. მშვიდობას გიტოვებთ, ჩემ მშვიდობას გაძლევთ თქვენ. არა ისე, როგორც ქვეყანა გაძლევთ. მე გაძლევ თქვენ, შეშფოთდება თქვენი გული, და შეგეშინდებათ. კარგი. აქ არ ვიცი, შეიძლება ცოტა არეულად დავწერე, მაგრამ არეულად არ მithქვია, რაც თავარია. აი, ხა მოდით შევეცადოთ ამ ეს მუხლი განვმარტოთ. ესე იგი, აქ იესო საუბრობს იმაზე, რომ მისი მშვიდობა განსხვავებულია იმ დროებით სიმშვიდეზე, რასაც შეიძლება სამყაროში ვიპოვოთ. სრულიად განსხვავებულია, მაგას საუბრობს იესო სულიერება სხვა არის, სულიერი მშვიდობაზე. ქვეყანა გვაძლევს მშვიდობას მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა, როცა პრობლემები არ არის, როცა ფული გვაქვს და როცა გარემო მშვიდია. მაგრამ როგორც კი სირთულე მოდის, ეს მშვიდობა ქრება. როგორც კი სირთულე პრობლემები მოდის და ასე შემდეგაც ქრება. შემდეგ იესოს მშვიდობა კი რჩება მაშინაც, როცა გარშემო ქარიშხალია. ეს არის შიდა სიმშვიდე, რომელსაც ვერ დაანგრევს არც პრობლემები, ვერც შიში და არც გაურკვევლობა, ამას ვერ დაანგრევს. როცა იესო ამბობს, შეშფოთდება თქვენი გული და ეშინია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ მისი მშვიდობა გვაძლევს ძალას, გავუძალიანოთ ყველაფერს, გავუძლოთ ყველაფერს, უბრალოდ ეს მშვიდობა მოდის მაშინ, როცა ჩვენ ვენდობით მას სრულად. ვაცნობიერებთ, რომ ის ზრუნავს ჩვენზე და ჩვენი ცხოვრება მის ხელშია. კარგით მეგობრებო, დღეს პატარა ვიდეო გამოგვივიდა, ცოტა ვისაუბრეთ ამ თემაზე, ერთი მუხლი განვიხილეთ ძირითადად, ეს იყო დღის მუხლი. წინაზეც მიდევს ესეთი მუხლი, მსგავსი დღის დავარქვი, რატომღაც ეგეთი სახელი მოუფიქრე. ეხლა პატარა დასკვნასავით რო გითხრათ ბოლოს და შემდეგ უკვე ვიდეო უნდა დავასრულო. მეგობრებო, თუ დღეს თქვენი გული მოუსვენარია, რისვენებს, გაიხსენეთ ეს მუხლი. იესო გეუბნებათ, ჩემ მშვიდობას გაძლევ, ეს არის საჩუქარი, რომელიც არ იკარგება. მოდით დღეს ვენდოთ მას და დაუშვათ, რომ მისი მშვიდობა გამეფთეს ჩვენ გულში. შემოუშვათ ქრისტე გულში და ვყავდეს. მაგას ნიშნავს ეს. ასაც საუბრობ. და ვეცადოთ რომ გავმტკიცდეთ რა. რავი, ქრისტე ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, გაგვაძლიეროს, შეგვეწიოს, ძალა მოგცეს, თავდაბლობა, სულიერება და ასე შემდეგ. კარგით მეგობრებო, ეხლა მე ვიდეოს ვასრულებ. ვისაც მოგვეწონა დავალაიქოთ ეს ვიდეო, გამოვიწეროთ არხით და რომ მეტმა ნახოს, გადავაზიაროთ ეს ვიდეო, რომ მეტმა ნახოს და არხით ცოტა წინ წავიდეს. მადლობელი დაგრჩებით, თუ ამას გააკეთებდით.
კარგი ხმე წავედით და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. მომავალ შეხვედრამდე. კარგად.